მოგესალმებით, ეს არის კურიერი 12-ზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. ქართული ოცნება დღეიდან იწყებს მუშაობას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე. ერთი მათგანი გულისხმობს ამერიკული ფარას ანალოგიური კანონპროექტის მიღებას, რის შემდეგაც გამჭვირვალობის კანონი უნდა გაუქმდეს. კიდევ ერთი ინიციატივა ეხება მედიას. როგორც ქართულ ოცნებაში ეთქვა, შეიზღუდება მედიას საშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან და კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. დაანონსებულ პროექტებს ოპოზიცია ცენზურას და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლას უწოდებს, ქართული ოცნება კი мотивაციად სტაბილურობას და ქვეყნის დაცვას ასახელებს. რა პოლიტიკური შემოსევები კეთდება თემაზე, შოთა ფალავანდიშვილი განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ჯერ კიდევ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაანონსა. ამ ინიციატივების მიხედვით შესაძლებელი იქნება 2 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი, რაც ავტომატურად გააუქმებს დღეს უკვე არსებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. ამავდროულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება BBC სტანდარტების თანახმად მედიის, ასე ვთქვათ, რეგულირების შესახებ კანონის ინიციირება. როგორც პარლამენტის სპიკერი განმარტავს, ეს ყველა სიახლე მოემსახურება ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მათ შორის საჯარო სექტორში სტაბილურობის გამყარებას. ჩვენ ნახეთ მხილებები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა გავლენების, საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში. ამისთვის ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს ადგილზე, რომლებიც მათ შორის ფუძდებოდა ზუსტად ამ მიზნით, რომ მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას. არაკომერციული ორგანიზაციები იქნება ეს თუ მედია საშუალებები მათ შორის და მათ შორის ნახეთ, რომ ზოგიერთი ასე ვთქვათ, საერთაშორისო ცნობილი მედია საშუალებაც კი აღმოჩნდა, რომ ყოფილა დაფინანსებული სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან და აქედანაც ირკვევა, რომ მაგალითად პოლიტიკო ან სხვა გამოცემა, რომლებიც მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენებს და ჰქონდათ პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების ხარდასაჭერად თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამიტომ ეს ამ სკანდალურმა მხილებებმა, რა თქმა უნდა, გვიბიძგა, რომ ამაზე უფრო მეტი ვიფიქროთ ერთი და აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდეგი 2 თვის განმავლობაში ამ იდეებზე ვიმუშავებთ, დავაინიცირებთ კანონპროექტებს უახლოეს პერიოდში და გვექნება ამის საჯარო განხილვა. რაც შეეხება ფარას, თქვენ ნახეთ, რომ ბევრი შეეცადნენ, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეექმნათ ბუნდოვანი გარემო, მათ შორის თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ გამჭვირვალობის იდეას. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის არ ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა და სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა ფარასთან დაკავშირებით, ავიღებთ სიტყვა სიტყვით, გადმოვიტანთ საქართველოში. თუ კი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ ამერიკის შეერთებული შტატებს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში. ჩვენ საუბრობთ fake news-ებზე, როგორც თავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. fake news-ების თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ქონდეს fake news-ებს, ამას საქართველოშიც ხედავთ ხშირად და ამას სხვაებიც ხედავენ. ეს ასე რომ fake news-ებთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც რა თქმა უნდა ვებრძოლოთ fake news-ებს. ამიტომ აქაც ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებული არის მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ, ან თუ კი რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მის საელჩო.
მიუხედავად იმისა, რომ მართველი გუნდი ხაზგასმით აცხადებს, რომ კანონპროექტები იქნება როგორც ბრიტანული, ისე ამერიკული მოდელების ზუსტი ანალოგი, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება რეპრესიული მანქანის გაძლიერებას. ოპონენტების თქმით, როგორც მედიის თვალსაზრისით დაინიცირებული კანონპროექტი, ისე ფარა ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, შესაბამისად მას ოპოზიციური მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე პარლამენტს მიღმა არ ექნება. ისინი საკანონმდებლო ინიციატივებით ცდილობენ ჩაახშონ განსხვავებული აზრი, იგონებენ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილისთვის სხვადასხვა კანონებს, მედიისთვის იყენებენ მედიის შესაბამის კანონს და ამითი ისინი ცდილობენ, რომ გაიხანგრძლივონ საკუთარი სიცოცხლის უნარიანობა. ქართული ოცნება იქცევა ისე, როგორც იქცეოდა 2012 წლის ნაციონალური მოძრაობა. გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობები, შემოიღოს მედიის შემზღუდავი კანონმდებლობა იმისთვის, რომ მოგუდოს დემოკრატიის ნებისმიერი მოძრაობა ამ ქვეყანაში. დღეს მედიის შემზღუდავ და მედიის სივრცის გამნადგურებელ კანონმდებლობას ეძახიან ბრიტანულ კანონს, რაც ასევე ტყუილია და მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას წარმოადგენს. ოპონენტების კრიტიკა არ უკვირს და მათ ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს მართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონპროექტები ზუსტად იზიარებს დასავლურ ანალოგებს, შესაბამისად შეუძლებელია მას რაიმე სახით რეპრესიული ხასიათი ჰქონდეს. საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ იმასაც, რომ ფართო განხილვების შედეგად აღნიშნული კანონპროექტები მართველი გუნდის მხრიდან იქნება მიღებული, რაც საბოლოო ჯამში ბევრი სახის სპეკულაციას, მათ შორის არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, ასე ვთქვათ, ქვეყანაში შეუშლის ხელს. ფარასთან დაკავშირებით ძალიან ნათლად გავიმართა და ამას არაფრის დამატება არ ჭირდება. ერთ-ერთში ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული ფარა. იქ ჩაშლილი რაც არის ლობისთან დაკავშირებით და სხვა რეგულაციები არც ერთი ცვლილებას არ განიცდის. ანუ ერთ-ერთში გადმოვა. აი ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ რადიკალი გიჟებისგან ფინანსდებოდნენ, ეს არ არის ჩვენი ტერმინოლოგია. ამერიკის ხელისუფლების ტერმინოლოგია და რომელიც ამერიკის ხელისუფლების ტერმინოლოგიითვე გამოცხადებული არიან დანაშაულებრივ ორგანიზაციებად. აი ამ ორგანიზაციებმა ამიტომ უარყვეს რეგისტრაცია, ამიტომ არ უნდათ ამ კანონმდებლობის მიღება. გნებავთ ამერიკული სტანდარტი, იქნება ამერიკული სტანდარტი და წერტილი. ამაზე ლაბარაკიც აღარ შეიძლება იყოს. ცალსახათვალოდ, რასაც წაიკითხავთ ფარაში, ზუსტად ერთ-ერთში იქნება ჩვენთან. სიტყვის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ვერანაირი რეგულაცია საქართველოში ვერ იქნება შემოღებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საწინააღმდეგოდ. ამ ფარგლებში ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც რა თქმა უნდა, სრულად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. ბევრი რეგულაცია, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის ისტორიას, შემოაქვს ჟურნალისტის ქცევის სტანდარტები და სხვა, რომელიც ბრიტანეთს აქვს მიღებული BBC-ის სტანდარტით, ერთ-ერთში იქნება გადმოღებული. თუ დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ არის, ზუსტად ანალოგიური კანონი იქნება ჩვენთანაც საქართველოში და შეუძლებელია რომ დიდ ბრიტანეთში რაიმე არ იყოს სიტყვისა და გამოხატვის საწინააღმდეგო, ხოლო საქართველოში იყოს. ჩვენ ვხედავთ რომ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც იქნა ქართული ოცნების გუნდის მიერ ინიციირებული და მიღებული, მისი აღსრულება ბოლომდე არც არის დაწყებული. ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის თანხებს უცხოეთიდან არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ რეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში და შესაბამისად კანონს არ შეუძლია თავისი ფუნქციის სრულად შესრულება და გამომდინარე იქიდან რა სკანდალის ტრიალებს ამერიკის შეერთებულ შტატებში USA-დან, NATO-თან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მათ შორის ვალდებულებაც, რომ დავიცვათ სახელმწიფო ინტერესი, დავიცვათ საზოგადოება, ქართველი ხალხი და გქონდეს ისეთივე კანონმდებლობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელი ხალხი იცავს საკუთარ თავს უცხო ქვეყნის გავლენებისგან და აგენტურისგან, ზუსტად ანალოგიურად აქვს ქართულ ხალხს უფლება, რომ საკუთარი თავი დაიცვას. ზუსტად იმ პირებზე გავრცელდება ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, ზუსტად იმავე რეგულაციებით, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გუშინ ისაუბრეს ქართული ოცნება აპირებს რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებას და 2 თვის განმავლობაში, ანუ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მის მიღებას. საუბარია ამერიკული ფარას ანალოგზე, ასევე მედიასთან დაკავშირებით კანონზე, რომელიც BBC-ს სტანდარტს გაიმეორებს და გარდა ამისა სხვა რამდენიმე კანონზე, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით. მადლობა, შათა ფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ცვლილებებზე ღამის კურიერში ისაუბრა თეატრულოგიანმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მედიის შესახებ კანონის მიზნად საზოგადოების სწორად ინფორმირება დაასახელა. აქვე თქვა, რომ ახალ რეგულაციებს დასავლური ქვეყნების გამოცდილებით ამზადებენ. მხრიდან მიხში მაგალითად მკაცრი საქმე გვაქვს გამკაცრებასთან, მაგრამ ისეთ ახალ რეგულაციებთან, რომელიც ან უკვე გქონია ჩვენ ადრეც კანონმდებლობაში, მაგალითად მკაცრი ადმინისტრაციული სახდელები, სხვადასხვა ქმედების თუ მოქმედობის საპასუხოდ სახელმწიფოს მხრიდან, ან ახალი რეგულაციები, რომელიც როგორც უმრავლესობის ხდომაზეც არაერთხელ ითქვა, უნდა იყოს ანალოგი სხვა დასავლური ქვეყნის. მედიის შემთხვევაში საუბარია ბრიტანულ სტანდარტებზე, თუმცა ეს შეიძლება შემდეგ იყოს, ასე ვთქვათ, ბრიტანულიც და სხვა დასავლური ქვეყნის კანონმდებლობითაც ინსპირირებული. ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ თითოეული მოქალაქე იყოს უფრო მეტად დაცული ცრუ ინფორმაციისგან, ბრალდებებისგან, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და საზოგადოება იყოს უფრო მაღალი ხარისხით ინფორმირებული, იმისთვის, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს საკუთარი თავის, ოჯახის და საზოგადოების და ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენ ბრძანეთ რატომ? იმიტომ რომ ახლა არის უწესობა, გამოხატვის თავისუფლება თავის თავში მოიცავს ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას. არც გამოხატვის თავისუფლება და არც მისი ეს ერთ-ერთი კომპონენტი ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება არ არის აბსოლუტური და ეთიკის ნორმები უნდა არსებობდეს და ეს ნორმები არ უნდა იყოს ცარიელი ქაღალდი. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება რომელი მუხლი რას იგულისხმებს და რამდენი მუხლისგან იქნება ეს კანონმდებლობა, ამაზე შემდგომში უნდა ვეცდებით. ვისაც როგორ უნდა ისე წყვეტს ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ეს აღარ არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი უცხოეთიდან შემოდინებული ფული მოხმარდა სახელმწიფოს რყევას. ერთია, როცა სახელმწიფოს არ ყევენ გარედან და მეორე გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევა, როდესაც სახელმწიფოს არ ყევენ შიგნიდან. და საჯარო მოხელეებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ, რომ ან ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს, ან ისინი ემსახურებიან სხვა რაღაცას და აქედან გამომდინარე სახელმწიფო და საჯარო სამსახური უნდა დატოვონ. ქვეყანაში საელჩოების დიქტატურა უნდა განეიტრალდეს. ეს განცხადება თეატრულოგიანმა რუსთავიერის ეთერით გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. თემაზე საუბრისას თქვა, რომ როგორც მინისტრს არაერთხელ ქონია შემთხვევა, როდესაც ელჩები მას უხეშ მითითებებს აძლევდნენ და ეს საქმიანი კომუნიკაციის ფორმებსაც ცდებოდა. თემა დილიდან პოლიტიკური შეფასებებისაგანია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეს არღვევს დიპლომატიის პრინციპებს. კომენტარები კეთდება ოპოზიციაშიც. ქეთი ზანთარაია გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ შეფასებებს. ღამის კურიერის ეთერში თეატრულოგიანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ უკვე პირველი შეფასებები ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის არ არის სანდო ის განცხადება, რომელიც გააკეთა ყოფილმა მინისტრმა და ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედმა მოადგილემ. ისინი ამბობენ, რომ ზოგადად არ სჯერათ იმ განცხადებების, რომელიც კეთდება სახელისუფლებო გუნდის ლიდერების მხრიდან. თუმცა ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილი ამ განცხადების სანდოობას ნაკლებად აყენებს ეჭქვეშ და ამბობენ, რომ ისინი მთლიანად გამორიცხავენ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ქვეყნის შიდა საქმეებში საქართველოში აკრედიტებული რომელიმე დიპლომატი ერეოდეს. სრული უნდობლობა მაქვს მის მიმართ, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლისა. მარჩიელობა და პროპაგანდა ქართული ოცნების საქმეა. მე არ ვენდობი ქართული ოცნების ლიდერებს, რომლებიც ყვებიან ზღაპრებს, ხან ომის პარტიაზე, ხან deep state-ზე, ახალ სიტყვას მოიგონებენ რამეს. არ ვენდობი უბრალოდ მათ. გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ყველა ეტაპზე ამტკიცებენ საკუთარ მეგობრობას ჩვენი მისამართით, რაიმე სახით ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში.
ერთი არის ოპოზიციის დამოკიდებულება და შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო მეორე თუ რა პოზიცია აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ გაკვირვებიათ ის განცხადება, რომელიც მათივე თანაგუნდელმა გუშინ ღამის კურიერის ეთერში გააკეთა და დღეს შეახსენეს როგორც ოპონენტებს, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ ელჩების საქმიანობას არეგულირებს ვენის კონვენცია და სწორედ მისი სტანდარტის დაცვისკენ მოუწოდეს. მე თვითონ ვიყავი ელჩი 5 წლის განმავლობაში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. ცუდ სიზმარშიც კი არ დამესიზმრებოდა რომელიმე ხელისუფლებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რაღაცა მოწოდებები გამაკეთებინა და შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩავრეულიყავი. მეტიც, ვენის კონვენცია პირდაპირ გზავნავს ელჩების ჩარევას საშინაო საქმეებში. ისინი, ვინც ერევიან უხეშად საქართველოს საშინაო საქმეებში ვენის კონვენციის გვერდის სავლით და მისი იგნორირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უნდა მიუთითოთ, რომ შეწყვიტონ ეს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ღამის კურიერის ეთერში თეა წულუკიანმა ისაუბრა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, მომხდარ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, მას არ დაუსახელებია კონკრეტული ელჩები და კონკრეტული ქვეყნები თუ ვისი წარმომადგენელი იყო მასთან მისული და მოითხოვდა კონკრეტული საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას თუ განსაზღვრას იმის, რა უნდა ყოფილიყო მინისტრის რანგში თეა წულუკიანის პრიორიტეტები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ის მზად არის დაასახელოს ქვეყანაც და კონკრეტული დიპლომატიც. კეთი ზანთარაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში არასამთავრობოების დიქტატურასთან ერთად უნდა დასრულდეს საელჩოების დიქტატურაც. თეა წულუკიანმა განცხადება, რაც თელიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია ღამის კურიერის ეთერში გააკეთა. რამდენიმე ელჩთან კომუნიკაცია გაიხსენა, აღნიშნა, რომ საუბარი არ არის შეერთებული შტატების წარმომადგენელზე. არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატურაზე რომ საუბრობთ, რომელიც უნდა როგორღაც დასრულდეს და ყველას თავისი ნიშა და ფუნქცია ჰქონდეს. ასევე საელჩოების დიქტატურაც უნდა ერთ დღეს რაღაცნაირად განეიტრალოს. რას უწოდებთ საელჩოების დიქტატურას? საელჩოების დიქტატურა, როდესაც მე კულტურის მინისტრს მიბარებს დასავლური დიდი ქვეყნის ელჩი, მიკაკუნებს თითს მაგიდაზე და მეუბნება, რომ შენ ასე კი არ უნდა იმუშაო, ასე უნდა იმუშაო. ეს პროექტი კი არ არის შენთვის პრიორიტეტი, შენთვის პრიორიტეტი არ ვაჭარბებ არც ერთ წუთს, რასაც ახლა ვყვები. შენთვის ეს კი არ არის პრიორიტეტი, შენთვის უნდა იცოდე, რომ მე ვიქნები უკმაყოფილო. ჩემთან მშობელს არ უსაუბრია ასე არასდროს. ხო, ანუ სხვანაირი ურთიერთობები ქონდა ხოლმე. ასე, შენთვის ეს კი არ არის, ეს არის და ამ დროს მე ვუსმენ და ვიცი, რომ მე ვარ ჩემი ქვეყნის მინისტრი და ხვდები, რომ ის უკვე ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას, ეს დიქტატურა აბა არის და თუ არ შეასრულებ, მე მიდის პრემიერთან და ეუბნება, რომ ეს მინისტრი გააგდე, იმიტომ რომ შენი ყველაზე ცუდი მინისტრი ეს არის. ეს ხომ რეალური ცხოვრება იყო ჩვენი. დიდი დასავლური ქვეყნის ელჩი იყო, მაგრამ ხო მე არ მინდა რომ ვიღაცა მიფიქროს, რომ ამერიკის ელჩი იყო, ეს არ იყო ამ შემთხვევაში ამერიკის ელჩი. მაგრამ მე გიყვებით ჩემი ამდენწლიანი კარიერის ერთ მაგალითს. ყოფილან სხვა ელჩები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მოსულან და ყვირილზე გადასულან, რომ ესა თუ ის ნაციონალი გაუშვით ციხიდან. ეს არის მეტი კი არაფერი არ არის და ეს უნდა დამთავრდეს. პრემიერ-მინისტრი ყაზახეთში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძეს და დელეგაციის წევრებს დღეს ქვეყნის პრეზიდენტი უმასპინძლებს. ეს ვიზიტის მეორე დღეა. გუშინ გაიმართა შეხვედრა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით მოლაპარაკება გაიმართა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. ყურადღება გამოხულდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ნანა გოგატაძე გვერდდება ყაზახეთიდან პირდაპირ ეთერში. ნანა, რა დღის წესრიგით გრძელდება პრემიერ-მინისტრის და დელეგაციის ვიზიტი? ყაზახეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე შეიძლება ითქვას, რომ მაღალი დონის შეხვედრებით დაიწყო, როგორც დაანონსებული იყო. დღეს ირაკლი კობახიძეს დელეგაციასთან ერთად ასტანაში საპრეზიდენტო რეზიდენციაში უმასპინძლა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამ შეხვედრაზე ბუნებრივია მხარეებმა ისაუბრეს იმ მიმართულებებზე და თემებზე, რომელიც ორი ქვეყნის დღის წესრიგში დგას.
ასევე პარტნიორობაზე, ეკონომიკური სავაჭრო კუთხით პოტენციალის გაძლიერებაზე. ბუნებრივია ჩვენ ვესაუბრეთ უკვე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, რომლებიც აფასებენ ზოგადად ვიზის და შეხვედრებს და ამბობენ, რომ ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო შუა დერეფნის პროექტი და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთთან არის თანხვედრაში, ვინაიდან როგორც საქართველო, ასევე ყაზახეთი არის მნიშვნელოვანი მოთამაშე დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის კუთხით. შეხვედრაზე განიხილეს გლობალური და რეგიონული საკითხები, უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევები და ამ გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის გზები. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ჩვენს თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ვფიქრობთ, რომ ეს იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სექტორი დასახელდა, სადაც საქართველომ და ყაზახეთმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა, პარტნიორობა, რაც სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ფაქტიურად ყველა მიმართულებას, ვისაუბრეთ ყაზახური ინვესტიციების ახალისებაზე საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ ამის ხარდაჭერა, ასევე საუბარი იყო ქართული კომპანიებისთვის ყაზახეთის ბაზარზე ხელშეწყობაზე, საუბარი იყო ტურისტულ სფეროში თანამშრომლობაზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის განვითარებას, სადაც საქართველო და ყაზახეთი ორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ამ დერეფნის წარმატებით ფუნქციონირებისთვის. საუბარი იყო იმაზე, რომ ყაზახეთისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა ზოგადად სატრანსპორტო ლოგისტიკური სფეროს განვითარება, რასაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს თანამედროვე გარემოში. ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ინტერნაციონალიზაცია. სწორედ ამ მიზნით დაიდო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ყაზახეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი მიცემს საშუალებას ორ ქვეყანას შორის კვლევითი მიმართულებით და მათ შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხით. ჩვენი მიზანია ქართულმა სტუდენტებმა შეძლონ გაცვლით პროექტებში მონაწილეობა, სწავლა და სტაჟირება ყაზახეთის უმაღლეს სასწავლებლებში და პირიქით ჩვენ მივიღოთ ასევე ყაზახის სტუდენტები საქართველოში. საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის შეხვედრებით დღის პირველი ნახევარი პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახ კოლეგას შეხვდა პარალელურად ორი ქვეყნის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა როგორც გითხარით ასევე ცოტა ხნის წინ დასრულდა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა ყასიმ-ჟომართ ტოკაევთან და ამით შეიძლება ითქვას რომ ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შეერთებულმა შტატებმა უნდა განახორციელოს ზეწოლა ქართული ოცნების არალეგიტიმურ პრო-ირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი სასიცოცხლო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების შავი ზღვის რეგიონშიც. მამუკა ხაზარაძეს ამ განცხადების გამო ქართული ოცნება მწვავედ აკრიტიკებს, როგორც სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, ეს არის დასტური, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარ ქვეყანაზე მაღლა უცხო ინტერესებს აყენებენ. განცხადების შინაარსს განსხვავებულად განმარტავენ, თავად ხაზარაძის გუნდში შეფასებები კეთდება სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. ძლიერი საქართველოს ლიდერმა ტექსტი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა მამუკა ხაზარაძის თქმით, პანამის შემთხვევაში ნათლად აჩვენებს, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ზეწოლა შტატების ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ლიკა ალელიშვილი გაგაცნობთ თემაზე პოლიტიკურ შეფასებებს. თამთა დავიწყებ პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა არის, რა თქმა უნდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე პრობლემას ხედავს მხოლოდ იმაში, რომ მამუკა ხაზარაძე საქართველოს ინტერესებზე წინ აყენებს უცხო ქვეყნის ინტერესებს საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რაც აქამდე ისედაც გულში ედოთ და საჯაროდ არ ამბობდნენ ხოლმე სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურებას. რაიმე ცუდი კი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების რაიმე ინტერესი, იმიტომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი. და როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი და ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის, ასე ვთქვათ, თავშივე არის
მოღალატეობრივი პოზიცია. ანუ შეგიძლიათ პირდაპირ აიღოთ ლელოს, წინასაარჩევნო პროგრამა თუ ქონდა რამე, გადახაზოთ ყველაფერი და დააწეროთ. ჩვენი ამოცანა იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების განუყრელი დაცვა საქართველოში. აი ეს არის მათი ამოცანა. განმარტება გაკეთდა თავად პარტია ლელოშიც მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სწორედ ამას ემსახურებოდა ხაზარაძის პოსტიც. ასევე განმარტებები გაკეთდა სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც, მაგალითად ექს-პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში თქვეს, რომ ისინიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გატარება იყოს დაცული. საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მოდის დივერსიფიკაცია და უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების. ამერიკის შეერთებული შტატების განდევნა და ევროპის განდევნა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ეს არის საქართველოს რუსეთის პირისპირ დატოვება. ჩვენ ყოველთვის ვიძახდით და ჩვენ ამისთვის მუშაობდით, ჩვენი პოლიტიკური ძალა, იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა წნეხთან ერთად აუცილებელია გაიზარდოს გარე წნეხი. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ წნეხი გაიზრდება სანქცირებულთა რაოდენობა და ის მიმართულებები, რომლებსაც ფარავს ეს სანქციები. შეფასებები გაკეთდა მმართველგუნდშიც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მამუკა ხაზარაძე კონკრეტულად და ასევე ზოგადად ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში უცხოური ინტერესების გატარებას ცდილობენ და ემსახურებიან და ისინი არ ფიქრობენ საკუთარ ეროვნულ საკითხებზე. თავის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში. დადგა თუ არა კანდიდატის მიღების საქმე, ისევ იგივე პერსონაჟები, რომლებიც ხაზარაძესთანაც არიან, ცოტა შორის ეს პერსონაჟები. მათ შორის ის პერსონაჟები, ვინც სარჩელი 2008 წელს შეიტანა საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ, ისინიც მაგის პარტიაში არიან. გაიქცნენ ისევ ბრიუსელში და ისევ დაიწყეს ჩივილი იმაზე, რომ მოდით არ მიაინჭოთ კანდიდატის სტატუსი. ახლა თურმე საქართველოს პროირანული ყოფილა. რომელმე თქვენთაგანი, რომელსაც ნათელი გონება აქვს, რაც არ უნდა დაგავალონ, როგორ უნდა იფიქროთ, რომ საქართველოს არის ახლა პროირანული ქვეყანა. მამუკა ხაზარაძემ ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინ საღამოს გავრცელა, ამის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მას შეფასებები მოჰყვა. მადლობა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მეორე მოსმენით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ინიციატივაზე დაჩქარებული წესით მსჯელობენ. წინადადების თანახმად იზრდება ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე გამკაცრებული ზომებია ვანდალიზმზე, მკაცრდება სანქციები პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე. აქციაზე პოლიტიკოსის შეურაცხყოფა დაჯერიმდება 4000 ლარამდე თანხით ან 45 დღემდე პატიმრობით. ამასთან განისაზღვრება, სად არ არის დასაშვები აქციის გამართვა, ან რა წესები უნდა დაიცვან მონაწილეებმა. მარიამ კოპალეიშვილი გაგაცნობთ მეტ ინფორმაციას. მარიამ, რასაც ხადებენ პარტიებში და კიდევ რა წერია კანონპროექტებში? ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანცვლილებებთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა დილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. საკითხს უკვე მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი და ამის შემდეგ საკითხს მოყვა შეფასებები პოლიტიკურ პარტიებში, მათ შორის ოპოზიციაში. ქართული ოცნების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რეგულაციების გამკაცრება თავის მხრივ შემზღუდავ ხასიათს ატარებს და ისინი ამბობენ, რომ რა კანონიც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, ისინი საპროტესტო მუხტს მაინც ვერ ჩააქრობენ. მათი მიზნობრივი დასაბუთება არის მხოლოდ ერთი: შეაჩეროს და შეწყვიტოს დამოუკიდებელი პროტესტი და ხელი შეუშალოს მოქალაქეებს, რომ კონდეთ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. პროტესტის ჩასახშობად ოცნება იგონებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს იმისთვის, რომ დაშალოს ეს პროტესტი, თუმცა ხალხს ეს არ მოქმედებს. საკითხი მთელ რიგ წყობას ითვალისწინებს და ამის შესახებ დეტალურად საუბრობს თავად მომხსენებელი უმრავლესობის წევრები. განმარტავენ, რომ ამ საკითხის და ამ რეგულაციების გამკაცრების საჭიროება შექმნილმა ვითარებამ განაპირობა და ერთადერთი მიზანი არის დანაშაულის პრევენცია. მოკლედ რა წერია აღნიშნულ კანონში არის ის ერთ-ერთი ნაწილი, რომ მაგალითად იზღუდება დახურულ შენობაში მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება, იზღუდება ასევე გვირაბები
მიწებების, მაგისტრალების, გზების ბლოკირება, ქალაქიდან გასასვლელის ბლოკირება მათ შორის და ეს არის სწორედ ნაწილი იმისა, რასაც მოიცავს აღნიშნული ცვლილებები. საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ასევე ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე მშელო პაპუაშვილი ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ამის საჭიროება განაპირობა სწორედ ის, რომ მოხდეს დანაშაულის დროული პრევენცია. დაპირ ჩანს, როგორ გამოიყენებოდა მეთოდებად, ზუსტად აი ის, რასაც ჩვენ ხედავდით, საზოგადოებრივი წესრიგის, ასე ვთქვათ, ხელშეშლა, როგორც ერთ-ერთი მეთოდი, გარედან დაფინანსებული მეთოდი ხელისუფლების აყირავებისა, რაც ჩვენ ვნახეთ არაერთხელ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას და ამ მხრივ ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რაც საჭიროა, რომ დემოკრატიამ დაიცვას საკუთარი თავი, ეს იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ ხედავთ, რომ კანონის მოქმედი რედაქცია ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას, ეს არის პრევენცია სამართალდარღვევებისა და სამწუხაროდ ადამიანები აორგანიზებენ კოლექტიურად მათ შორის და მოუწოდებენ ადამიანებს, რომ დაარღვიონ სისტემატიურად ჩვენს სივრცეში არსებული კანონმდებლობა, არ ადაგიდებენ სხვა ადამიანების უფლებებს, არ ადაგიდებენ სხვა ადამიანების პირად ღირსებას, მათ შორის ეს ადამიანები ცდილობენ, რომ დესტაბილიზაცია შემოიტანონ ქვეყანაში, სულ არეულობა გქონდეს და ჩვენ გვაქვს სულებები, რომლის მიხედვითაც გარკვეულ შემთხვევებში იქნება ეს შეკრება მანიფესტაციების წესების დარღვევა თუ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ეს ეხება საჯარო მოხელეებს, საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ამ ადამიანების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა იქნება პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე ახლა გვაქვს ჩვენ გათვალისწინებული მოქმედი რედაქციით, რასაც ექნება მათ შორის პრევენციული მექანიზმი და ადამიანები კარგად დაფიქრდებიან, სანამ სხვა ადამიანებს ან შეურაცხყოფას მიაყენებენ, ან სხვა ადამიანების ღირსებას შელახავენ, ამავდროულად უხეშად დაარღვევენ კანონს, მაგალითად დაიწყებენ ბლოკირებას სხვადასხვა მაგისტრალებისას თუ სატრანსპორტო კვანძებისას, ეს მხოლოდ ცვლილებათა ნაწილია, რომელიც მიზანს ისახავს, რომ ჩვენ საზოგადოებაში უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და ადამიანები უბრალოდ კარგად დაფიქრდნენ, თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით დათვალისწინებულ ჩარჩოებში, მათ ამ პროტესტის გამოხატავს არავინ არ უშლის, როგორც სხვა ქვეყანაში იცავენ სამართალდამცავები წესრიგს, ზუსტად ანალოგიურად და არის პასუხისმგებლობები მათი კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებობაზე, მათნაირად ზუსტად ამ ქვეყნების მსგავსად ჩვენს ქვეყანაც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და გაცილებით უფრო რბილად მათ შორის ვიდრე რიგი ქვეყნებია. ჩვენ ამ კანონმდებლობებს, როდესაც ვიღებდით, ჩამოდიოდნენ ექსპერტები და იმის საწინააღმდეგოდ, რაც თავის ქვეყნებში რეგულაციები აქვთ, ასეთ შემთხვევაში საწინააღმდეგო რაღაცებს გვაღებინებდნენ, რომ ძირი გამოეთხარათ ქართული სახელმწიფოებრივისათვის, დაეკნინებინათ ქართული სახელმწიფო, რომ არ ქონოდა არანაირი მექანიზმი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. ისევ ვიმეორებ, ეს რეგულაციები, რომლებიც არის შემოღებული და რომლებიც იქნება შემოღებული, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უკვე საქართველოს კანონმდებლობა იწყებს ნელ-ნელა გაწმენდას იმ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებებისაგან, რომელიც არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და მაინდა-მაინც ჩვენ გვიბიზგებდით, რომ ქონოდა. შემოგვაღებინეს ის სტანდარტები, რომელიც თვითონ ევროპელებს არ აქვს და თავს კარგად იცავენ, რომ ჩვენ დაუცველებელი ყოფილიყავით და ჩვენი სახელმწიფო ყოფილიყო დაუცველი გარეჩარევებისაგან, გარედან დაფინანსებული რადიკალების ქმედებებისაგან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვინც კარგად იცავს თავს ევროპაში, იმ ქვეყნების სტანდარტს გადმოვიღებთ. როგორც იცავენ, ზუსტად ისე გადმოვიღებთ. ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს, მესამე მოსმენის შემდეგ კი საკითხი უკვე სესიაზე გადაინაცვლებს და ოფიციალურად ძალაში აღნიშნული რეგულაციების სწორედ დამტკიცების შემდეგ შევა. მადლობა მარიამ კოპალეშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გვიან ღამე დატოვეს საპატიმრო თბილისი მოლთან გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე. დაკავებულება მათ შორის არიან გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძილიაშვილი. რამდენიმე საათით ადრე სასამართლო ბრალდებულებს ახმეტის ღონის ძების სახით გირაუ შეუფარდა. 2 თებერვალს თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 2 დღის შემდეგ 8 დაკავებულის ბრალი გადაკვალიფიცირდა. წარდგენილი ბრალდება 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კარგია, რომ ჩემთან ერთად სხვა პატიმრებიც განთავისუფლდნენ, მაგრამ პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში კიდევ რჩებიან. ამაღლობელი შიმშილობს და პირდაპირ მნიშვნელობით
სიცოცხლისთვის იბრძვის, ამიტომ ბუნებრივია კმაყოფილების ნატამალი არ შეიძლება იყოს. ბრძოლა გრძელდება, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ, მაგრამ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს მიიღებენ. სიმართლე რომ გითხრათ, ამას არ ველოდი, პირიქით უკვე გეგმებიც კი მქონდა დალაგებული, რა უნდა მეკეთებინა ციხეში, როდესაც იბრძვი შენი ქვეყნისთვის, სადღაც უშვებ იმასაც, რომ მოგიწევს ციხეში ჯდომა, მაგრამ ქართულ ოცნებას არ ესმის ერთი, რომ თავისუფლება არნიშნავს სხეულის რაღაც 4 კედელში გამოკეტვა. ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ, ნიკა თავს ცნობს უდანაშაულოდ, შესაბამისად ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა და პოზიცია, რომ აკუთხონიზების სახე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ 3500 ლარის ოდენობით იქნა შეფარდებული გირავა. გადაკავებულის გირავთი გათავისუფლებაზე კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს მართლმსაჯულების საკითხია და სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასებისგან თავს შეიკავებს. ეს არის მართლმსაჯულების საკითხია, ამიტომ მე არ გავაკეთებდი ამაზე კომენტარს, რაც ხდებოდა პირდაპირ ეთერში ყველაფერს ხედავდით, უკვე 2 თვეა ყველაფერს პირდაპირ ეთერში უყურებთ, ვინ რას არღვევს და ასე შემდეგ, მართლმსაჯულება მოქმედებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. სადაც ხედავს მართლმსაჯულება, რომ გირავის გამოყენება არის მიზანშეწონილი, გირავი არის გამოყენებული, სადაც არა, ეს ჩვეულებრივი მართლმსაჯულების საკითხია. X-ის გვერდზე ინტერნეტ გამოცემა Can't Cause a Greaty USAID სწორედ ეს 6 წლის ვებსაიტის დაარქივებულ ვერსიას აქვეყნებს პოსტში ნახსენები არის საქართველოც. წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო განვითარების აგენტო 2006 წელს სიამაყით ამტკიცებდა, რომ ხარს უჭერდა რევოლუციებს უკრაინაში, საქართველოსა და ყაზახეთში. ამ მონაცემებით USAID ათასობით ჟურნალისტის, იურისტის, მოსამართლის და საარჩევნო კომისიის მოხელის განათლებას აფინანსებდა. ატარებდა კვლევებსაც, რომელმაც ეჭქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა. საქართველოში წარმატება ხალხის დემოკრატიის ერთგულების შედეგია, მაგრამ უცხოური დახმარების გარეშე დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენ მივახცევდით იმას, რაც გავაკეთეთ სისხლისღვრის გარეშე. თქვა თავისუფლების ინსტიტუტიდან ლევან რამიშვილმა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელიც 1996 წლიდან იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახსრებს. რამიშვილმა განაგრძო მუშაობა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების ფართო კლასიკური გაგებით გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის მიზნით. ვარდების რევოლუცია იყო ამ ძალისხმების კულმინაცია. ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის გრანდები გასცეს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, მერილენდის უნივერსიტეტის და სხვა ჯგუფების ექსპერტებისთვის, რათა მათ მოემზადებინათ იურისტები, მოსამართლეები, ჟურნალისტები, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავა, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის და თურქეთის მოქალაქეები. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი, მათ შორის ჰეროინი, ამფეტამინი, სუბოქსინი, ბუპრენორფინი, ალფა-პივიპი, მეტადონი და მარიხუანა. საქმეში დევს ჩანაწერები, რითიც უწყების ცნობით დასტურდება, რომ ბრალდებული რეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. დანაშაული 20 წლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიების ცნობით ბრალდებული ინტერნეტ სივრცეში ყალბ-გვერდებს ქმნიდა, უკავშირდებოდა მოზარდებს, უმალავდა საკუთარ ასაკს და ვინაობას. ის 13 და 14 წლის თინეიჯერებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს იწყებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა. სამართალდამცველებმა ჩაატარეს ჩხრეკა მტკიცებულებების სახით, ამოიღეს ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი. სხვა ობიექტები ბრალდებულის ტელეფონში ნახეს 10-მდე ყალბი ანგარიში და მოზარდებთან მიმოწერა, ამას გარდა ნახეს პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. ეს დანაშაული 5-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებული 40 წლის ბრალდებული 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს Facebook-ისა და Instagram-ის ყალბი გვერდების მეშვეობით უკავშირდებოდა. წერდა სექსუალური შინაარსის მესიჯებს და უგზავნიდა პორნოგრაფიულ ფოტო-ვიდეო მასალას. აგრეთვე უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ჩვენ მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღმოჩენილია ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვანებთან მიმოწერები და ნანახია გაგზავნილი პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. პედოფილიაში მხილებული ბრალდებული დაკავებულია. უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტაილანდის რამდენიმე მოქალაქე საქართველოში ტრაფიკინგის მსხვერპლი გახდა. ბანგკოკ პოსტი წერს, რომ ქალები საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოიყვანეს, თუმცა ისინი სისტემატურ ექსპლუატაციას განიცდიდნენ და არც სამშობლოში დაბრუნების უფლებას აძლევდნენ. ინფორმაციის დასაზუსტებლად რუსთავიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიებები მიმდინარეობს და უკვე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 70-მდე მოქალაქე, თუმცა არც ერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალისა რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. 3 ტაილანდელი ქალი კი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველებმა სამივე იმავე დღეს გადაიყვანეს ტრაფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს, ასეთია უწყების საპასუხო ინფორმაცია. პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ტრაფიკინგის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს. ისინი 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს სხვადასხვა მამაკაცისათვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მას უსწორდებოდნენ ფიზიკურად და სძალავდნენ ფულს. დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმეში ფარული ჩანაწერები ცდებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დაზარალებული გადაიბირეს და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. ექსპლუატაციით მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ. ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ძალადობის გამოყენებით ტრაფიკინგის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკრაინამ 50 სამხედრო დაიბრუნდა, ტყვეების გაცვლა საუდის არაბეთის შუამავლობით მოხდა. უკრაინაში დაბრუნებულებს შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, საზღვაო და საჰაერო ძალების სამხედროები. განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბობს, რომ პუტინი უახლოეს მომავალში ბელორუსის ომში ჩართვას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით ამით რუსეთს, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების დაშენება სურს. განცხადება ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ჩვენ კონტაქტები მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ. ასევე ვაწარმოებთ არსებით მოლაპარაკებებს სხვა პარტნიორებთან. უკრაინას სჭირდება რეალური, მდგრადი და გარანტირებული მშვიდობა. აგრეთვე საშუალებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ყოველთვის იცოდეს, რა ელოდება იმას, ვისაც უკრაინისთვის ზიანის მიყენება უნდა. ძლიერი დიპლომატიისთვის მზად ვართ. ამისთვის გვჭირდება ჩვენი მეომრების სიმტკიცე, არმიის ეფექტურობა და შესაძლებლობების მოდერნიზაცია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს რუსეთის ტყვეობიდან 150 უკრაინელი დავიბრუნეთ. ზოგიერთი მათგანი წლების განმავლობაში იყო ტყვეობაში. განსაკუთრებით რთულია ჩვენი ხალხის უკან დაბრუნება, თუმცა ჩვენ ამას ვახერხებთ. ამის კეთებას გავაგრძელებთ. სახლში ყველა უნდა დავაბრუნოთ. ტრანსგენდერ ქალებს შეერთებულ შტატებში ქალთა სპორტში მონაწილეობა ოფიციალურად დაეკრძალათ. აღმასრულებელ ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა. ამ მომენტიდან ქალთა სპორტი იქნება მხოლოდ ქალებისთვის, განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების გემებს პანამის არხის გავლით გადახდის გარეშე გაცვლის უფლება მიეცემათ. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ეს სიახლე შეერთებულ შტატებს წელიწადში მილიონობით დოლარს დაუსახავს. დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციები მოეწყო ფილადელფიის, ტეხასის, მიჩიგანის, ვისკონსინის და ინდიანას შტატების ქალაქებში. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეშფოთებული არიან ფაქტით, რომ ილონ მასკს სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებზე წვდომა აქვს. პროტესტი მსოფლიო მასშტაბით მოყვა ტრამპის განცხადებას, რომელიც ღაზის მოსახლეობის გადასახლებას ეხებოდა. პალესტინელებმა, არაბულმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა დაგმეს შტატების პრეზიდენტის წინადადება. ტრამპმა ღაზის სექტორის კონტროლის გეგმის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ბენიამინ ნეთანიაჰუს აზრით, ტრამპის იდეა შესანიშნავია და ის მიესალმება ღაზის სექტორიდან პალესტინელი მოსახლეობის დროებითი გაყვანის გეგმას.
შეერთებული შტატების შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ისრაელმა დატოვა გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა დიპლომატის განცხადებით ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად ფოკუსირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმასა და ანტისემიტიზმის პროპაგანდაზე ისრაელი კი ამ დისკრიმინაციას აღარ მიიღებს. არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს ინფორმაციას პრეზიდენტის სპიკერი ავრცელებს. მედიის ცნობით არგენტინამ გადაწყვეტილება შეერთებული შტატების მსგავსად მიიღო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შტატმა რამდენიმე დღის წინ ტრამპის განკარგულებით დატოვა ორგანიზაციიდან გამოსვლის ოფიციალურ მიზეზად COVID-19 პანდემიის არასწორად მართვა დასახელდა. და ისევ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ოფიციალური ინფორმაციით პროექტს 130 მილიონი ლარი მოხმარდება. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტის მერია რომ აქტიურად იყო ჩართული სამტრედიაში ქალაქ სამტრედიაში ვიწყებთ წყალმომარაგების მიმართულებით პროექტს, რომლის ფარგლებშიც 200 კილომეტრამდე ქსელის რეაბილიტაცია მოხდება, აშენდება 15 კილომეტრი მაგისტრალი, აშენდება სათავე ნაგებობა, ასევე მოვაწყობთ SCADA-ს თანამედროვე სისტემას. გარდა წყალმომარაგებისა, უკვე მიმდინარეობს ტენდერი წყალარინების მიმართულებით, შერჩევა შეფასების ეტაპზე ვიმყოფებით. ამჟამად ჯამში 300 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. ძალიან მნიშვნელოვანია სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც განაპირობებს მომავალში საკმაოდ დიდ ინტერესს ინვესტორების სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიმართ და ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ჩვენი მუნიციპალიტეტი. პატივია, რომ ტენდერის შედეგად ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა და შესაძლებლობა გვაქვს ქალაქ სამტრედიაში წყალმომარაგების მიმართულებით სამშენებლო სამუშაოები შევასრულოთ. ჩვენთვის ეს საქართველოში მეორე პროექტია, ასევე ვმუშაობთ ქალაქ ხაშურში მიმდინარე პროექტის ფარგლებში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანიასა და მუნიციპალიტეტს.